სიმბოლურიც კი არის, რომ დღეს 8 თებერვალს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ჩვენ უნდა უჩვენოთ ხალდეს ტრაგედიაზე გადაღებული ფილმი. სიმბოლურია იმიტომ, რომ აი ის ვაჟკაცები, რომელთაც დაიცვეს ხალდე, დაიცვეს ჩვენი სინდისი, ჩვენი ნამუსი, სწორედ ის ვაჟკაცები იყვნენ, ვინც იგებდნენ ჰალისის, დიდგორის, შამქორის და ბასიანის ბრძოლებს. მე მადლობა მინდა მოვახსენო უშუალოდ აი იმ ადამიანებს, ვინც ეს ფილმი გვაჩუქა. ამ ფილმის დამფინანსებელს ბატონ ჯოყოლა ჩეგიანს და რეჟისორს ბატონ გოგის. მე დავიწყებდი იმით, რომ აი ამას სოლელობა უნდა მისცეს თვითონ ბატონმა ჯოყოლამ და ბატონო ჯოყოლა, მექნება თქვენთან ასეთი კითხვა, რომ აი ასეთი სიზუსტით თქვენ რომ რეჟისორი შეარჩიეთ, მე არ ვიცი. როგორ მოხდა თქვენი გაცნობა აი ამ ფილმში ბატონი გოგის ჩართვა და ამხელა ურთიერთობა, რაც თქვენ ერთმანეთის მიმართ გამოავლით. როგორც ერთმა, ისე მეორე. მადლობა მოწვევისთვის. მივესალმები თქვენს მაყურებელს. მოგლეთ ბატონ გოგის წლები ავიცნობ. და ვიცი მისი საქმიანობა, მისი დიდი რეჟისურის შესახებ, მისი პატიოსანი კაცობა, ხელოვანი კაცია და მირჩიეს კიდევაც რომ ბატონი გოგი აწევდა ამ საქმეს და ამიტომ შევაჩერეთ არჩევანი ბატონ გოგიზე, რომ ყოფილიყო ჩვენი ფილმის რეჟისორი. რაც შეეხება ფილმს და ისტორიას, მოგეხსენებათ, რომ 1876 წელს ერთი პატარა სოფელი არ დაემორჩილა მეფის რუსეთის ბრძანებებს, კერძოდ ეხებოდა მიწების საზღმულას, გამოვიდნენ წინააღმდეგი და ამას მოყვა ეს განვითარებულ 78 წელს რაც მოხდა. მოხდა ის, რომ ერთი პატარა სოფელი დარჩა სამწუხაროდ იმპერიის პირისპირ და პირველი შეტაკება, ასე ვთქვათ, წინაპრებმა მოიგეს, მაგრამ მეორე შეტაკების დროს, ესე იგი დიდი ექსპედიცია წამოვიდა გენერალ ციტოვიჩის ხელმძღვანელობით სვანეთში 2000 კაცის შემადგენლობით. სამწუხაროდ ქართული პოლიციაც ახლდათ მათ და ახლდათ ქვემო ბალსკომოელების სვანები, დადეშკელიანის რაზმი 50 კაცი. წინაპრებმა გაუწიეს წინააღმდეგობა 2 კვირა, მაგრამ თქვენც ამალი გამოელიათ ბოლოს. ესე კერძოდ ბატონო, უნდა ვიცოდეთ, რომ 27-ში უნდა აეღოთ ხალდე გენერალ ციტოვიჩს, ასე უნდა, მაგრამ ხალდელებმა იმ დღეს გაუწიეს მედგარი წინააღმდეგობა. და ბევრი დაეცა ჩვენი ხალდელების მხრიდანაც და რუსების მხრიდანაც იმ დღეს. მაგრამ ეს ბოლო ბრძოლა იყო, რადგან თქვენც ამალი გამოელიათ იმ დღეს უკვე ხალდელებს და ხამე ახტენიძულებული დაეტოვებიათ კოშკები და გავიდნენ კლდეებისკენ და ეს ისტორია ფილმში წარიგარდა. ხო, და თეთრში აფარეს თავი. შევიდნენ რუსები, ნაცარდო და დაქციეს ყველაფერი, გაძარცვეს ეკლესია, უძველესი წიგნები ინახებოდა ამ უძველეს ეკლესიაში. ეს წიგნები, ეს ჯვარხალ ოდიში კაცოთი იმ დროს
იყო თოფები ახლა თოფები კაჟიანი თოფები და დეტენა ერთს პირიდან ხო პირიდან იქედან დეტენა ერთს და დაგიტენიდე და მე მოხალდა საბრძოლო მდგომარეობა. კი ბატონო, ასე იყო. იმიტომ რომ პირიდან ფილთა თოფებს ეძახოდნენ მათ. ქალები ეხმარებოდნენ მე როგორც კი ბატონო, ქალები გუშები. ყველა მეომარი იყო. ვისაც შეეძლო თოფის აღება ყველა მოხდა ისე რომ ესე იგი როცა შევიდნენ და კოშკები ლაღობი ვერ დაანგრიან მან სარბაზანის თქმულმა ვერ დაანგრიეს კოშკები და მე როცა შევიდნენ უკვე როცა აიღეს უბან ხალდე როცა დანერდა დაეცა დაუდეს ლაღომები და ისე აფეთქეს კოშკები მაგრამ კოშკი როგორც კაცი ერთიანად ესე წაიქცა არ დაანგრეულა ეს კოშკები ამაზე გაბრაზებული არ დაანგრეულა წაიქცა ხო და ამაზე გაბრაზებული ზამოვიჩი უბძანა რომ ლაღომები დაედოთ და ქვაზე არ დადოეს ეს მიწასთან ეს ურყვამების კოშკები დახოცეს შინაური ეს საქონელი ის ყველაფერი იმასკნეს მოკლედ და ნუ ამ დროს ცოლშვილიც გაიხიზნენ ხალდელების და ერთი რამე არის ერებლებადონო იქ საინტერესო რომ ყველა დროში არის გამცემი და ისა მაგრამ ხალდელების ოჯახები შეიფარეს კალელებმა, უშკულელებმა, მულახელებმა, იფარელებმა, ელის სოფელმა, წვირმელებმა შეიფარეს და თელი 2 თვე ინახავდნენ ამ იმას რუსებს ოჯახებს გამოცხადებული ჰქონდათ რომ ესე იგი ვინც შეიფარებდა ხალდელების ცოლშვილს და ოჯახს ამოუწყვეტავდნენ და საფკარს გადაუწოვდნენ. ოდის ვიხდი ყველა ჩამოთვალა საკუთარი ოჯახისგან და ივანე მომიჩეგიანის ძმა იყო ლენტეხში გადასახლებული. არა, ისა დავამთავრებ ხოლმე. რამდენი შეიფარა მისმა ოჯახმა ამაზე ეს მერე მოხდა. ხო და რა მოხდა ერებლენ, როცა ესე იგი გადაწყვიტეს ხალდელების ესე ტოლვილ ოჯახებმა ნაწილმა გადასვლა გამოზამთრება ქვემო სვანეთში წასულა ლატფარის უღელტეხილით და ამ უღელტეხილზე სწორედ რუსული რაზმი შეხვდა მათ და ისინი დაატყვევეს ეს ცოლშვილი ხალდელების ნაწილის და ჩაიგდეს ხელში და შეუთვალეს ხალდელებს თორჩაბარდებით ცოლშვილს დაგეხოცავთო და ვერ გარისკეს ცოლშვილით ხალდელებმა ვერ გარისკეს და გახდნენ იწოლებული ჩაბარდნენ ეს იყო და ის მერე როცა ჩემ წინაპარს ივანე ბაბუაჩინის მამას გადმოსულა ქვემო სვანეთში მერე შეიფარა თავისთავად ის ოჯახები ტოლვილები ოჯახები მაგრამ მაინც აქ უნდა ითქვას ერთი სიმართლე რომ თავიდან კი უწყობდნენ გარდაფხაზები გალფხანები მეფის მთავრობას ხელს მაგრამ მერე როცა უკვე საქმეზე წავიდა შეიფარეს და ჩვენ წინაპარს ივანე პაპას ააცილეს კატორღა ასევე სამი ოჯახი შეიფარეს გასვიანების 2 ოჯახი ჩოპლიანების და ყველას ააცილა ალი გარდაფხაზემ კატორღა და ამის გამო მადლობელი იყო ერთი ოჯახი იყო ჩვენ შესანდობარი წინაპარი და წინაპრები მათი და მეც ვალდებული ვარ ალბათ რომ მადლობელი ვიყო ხალხის იმიტომ რომ იმ დროს მათ ვარ შეეფარათ რუსებს გადაწყვეტილი ჰქონდათ ცოლშვილსაც ხალდელების ცოლშვილსაც ამოწყვეტავდნენ იმ დონეზე იყვნენ გავერაგებული და ის ტრადიციულად და ბატონო მე გავაგრძელებდი მე ცოლშვილი რომ გამოვიხსნა ჩაბარდე მაგრამ ესეც იყო სასწაული ანუ როგორ მოხდა ჩაბარება თენგის და დეშქელიანს კი არ ჩაბარდე ატივი აღარ გონეს ამისი მათი დატყვევების შეთოფ იარაღებული შევიდე ქუთაისში გავხეს სიმღერი თელი ქუთაისი ფეხზე დადგა
ყაზარმასთან რომ მივიდნენ თოფები გადმოიღეს იქ ხემდგარა მიახშნეს ეს თოფები ამ ხეს და ჩაბარდნენ გასაოცარი რა იყო იქ ქუთაისელები იმას კი არ ამბობდნენ სვანები არიანო ხალდეელები არიან ანუ ქუთაისმა უკვე იწოდა ხალდეელების გმირობა ერთი საინტერესო ის არის კიდე დეტალი როცა ხალდეელებს გადაწყვეტეს ხალდეელებმა ჩაბარება სვანებს სამეზობლოს კალელებს უშხულელებს და იფარელებს სარით გამოუჩინებიათ რომელიც ასევე გამოვიყენეთ ფილმში ხო და სინამდვილეში ისეც მოხდა ორი კაცი ჩოფა-ჩოფლიანი და მომიჩეგიანი დაბრუნდნენ გადასახლებიდან სხვა ვერავინ ცოცხალი ვერ დაბრუნდნენ განათლოს მათი სულები ვერ დაიგეში განათლოს და მერე სასამართლოზე აკაკი წერეთელი იცავდა მათ ინტერესებს ნიკო ნიკოლაძეს ესწრებოდა კი რაზრი ქონდა ბრძოლას აი ეს ძალიან მაგარი სიტყვა და უპასუხეს აკაკი ბატონო ბრძოლას ყოველთვის აფაზე მაშინაც როცა უიმედოა ბრძოლა არა ამ ბრძოლის შედეგად იყო ის რომ დაიხიეს მიწების აღზომვები შედეგი მოიტანა მათმა თავგანწირვამ მოიტანა შედეგი რომ მიწების დაბებრვას და იმას გადაარჩინეს სვანეთი მაშინ ძალიან სვანეთი ხო მაგრამ მე მადლობა მინდა უთხრა იმ სამეზობლოს ხალდეს სამეზობლოს რომელმაც შეიფარეს ხალდელების ცოლშვილი და არ მისცეს რუსებს არ ჩაუგდეს ხელში და იავარდნილი ხალდე გააპატიოს ეს მიცვალებულები დამარხეს და გული შესწიოდათ ხალდეზე და მადლობა მათ სულებს და მადლობა მათ შთამომავლობას კი ბატონო აი მას თქვა მინდოდა ეხლა რამოდენიმე სიტყვით მეც შემოგერთებით რაც შეეხება ჩემი პროფესიის გადასახედიდან ესე იგი პირველად რომ შემომთავაზეს ეს არ მithქვამს მე გავიცანი ერთ-ერთი ჩემი ფილმის პრემიერაზე იყო ბატონი ჯოყოლა და ამ პრემიერის მერე ელექტროშენც იყავი და ჩვენი გაცნობა მოხდა ну ასეთი თემა მაქვს და ძალიან მინდა რომ გადავიღო და მას მერე დაიწყო ძიება იმის რაც აუცილებელია ფილმის გადასაღებად ხო და ფინანსება ანუ ეგ ვაკეთებაში შემდეგ მოხდა ჩვენი ერთ დღეს რომ ესეთი რაღაცა ესე იგი უკვე გადაღებას ვიწყებდით სახში სულ ვფიქრობდი ერთი აი პატერებზე რომ ვაკეთებდი მაშინ მქონდა ესეთი შეგრძნება მთელი ღამე დავდიოდი მთელი ღამე ეს არ მithქვას არავისთვის არც იქ მთელი ღამე დავდიოდი დედაჩემს უმეურნეოდა ნუ ნერვიულობ დაიძენ ერთი დღე ვითხოვე რომ დავთანხმებულიყავი ხო იცი ფაქიზი თემა იყო ძალიან და ამიტომ თან დავთანხმებულიყავი თან რატომ მოხდა ისე რომ ჩემთან მოვიდნენ აი ეს სულ მაინტერესებდა მამა ადამი იყო და ეს და აი ესე ის რა იუბილეოს ვაკეთებთ და შემდეგ დავიწყე დაშავდა აუცილებლად უნდა გააკეთო ისიც მახსოვს რომ პრემიერის მერე მეზობლები რომ ილოცავდნენ დედა შემოთქვა აი ხა დღეს ვერო დაამთავრო კინოში მოღვაწეობა შენ თავარი საქმე უკვე გააკეთეო და მეორეც იყო ეს ვინაიდან რეჟისორისთვის პირველ რიგში ვინაიდან ესე იგი მასალა როდესაც არ აქვს ვიზუალური ეს ხო ვიზუალური ხელოვნებაა ძალიან ძნელია ამ თემას რო ეხები რომ ის ტექსტი რაც გააქვს ის გადასაფარია რაღაცით ხო ამიტომ მოხდა ისე რომ ჩვენი იმ ეპოქის აღსადგენად სცენარისტებთან ერთად თენგიზ თხილავასთან და ბექაონიანთან რომლებაც უდიდესი შრომა ჩადეს ამაში ეპიზოდები მოიგონეს მოიფიქრეს და მხატვრული და დოკუმენტური კადრებით ხელოვნური ინტელექტ პირველად შევეღე ცოტა რა თქმა უნდა გამოყენებული მაგრამ რაღაცა ძალიან საინტერესო იყო ჯიმ შვანტედან არის გამოყენებული კადრები ძალიან კარგად მოუხდა და რა თქმა უნდა აზარაბაჟა აზარაშვილსაც მივაკითხეთ იქით
ხო, ეს რო სიტყვა შემოიტანა, მე მქონდა უფლება მომცა რომ გამომეყენებინა ჩემ ფილმებში მისის, ყოველთვის ესწრებოდა და შემდეგ მისი მუსიკაც არის ბოლოში ძალიან საინტერესო ყველა მაგნიშნა მუსიკალური გაფორმებაც იქ დარბაზში. ხო და აი ამ შემდეგ დავიწყე ამაზე მუშაობა და არადა მაინტერესებდა ძალიან რა გამოვიდოდა აქედან უკვე მოგდის ის რა ხასიათზე მოდიხარ იმ შემთხვევაში რომ როდესაც ბევრს ვფიქრობ რაღაცა ეპიზოდები იბადება აი ეს მაშინ გახსოვს რომ რამოდენიმეჯერ შევიკრიბეთ ბევრი ხო იქ რაღაცა შესწორებები შევიდა რაღაცა და ერთადერთი კიდე რა ბატონ ჯოყოლაში რაც მომეწონა ესაც არ მithქვავს ერეკლე შენთვის გოგიო, მოდი ისე გავაკეთოთო, რომ მე არ გადავწონოვო რა ჩემ გვარმაო. მოდი ისე გავაკეთოთო, რომ ყველა იმ გმირების ისინი გადავანაწილოთ. აი ესეთი ადამიანური ის მიდგომა საქმისადმი უკვე ყველაფერი ნათელია რა ადამიანთან, რაც ესე იგი, როდესაც ადამიანი ამას გეტყვის. არის ხალხი იცი ძალიან ბევრი, რომ მხოლოდ მას უნდა რომ ჩანდეს და ესეთი აი ესეთი ეს გავაწონა სწორედ ყველაფერი მაქსიმალურად. და ყველა გმირი, რომელიც მაშინ იბრძოდა იქ, ყველა არის აბსოლუტურად ამ ფილმში ხალხდებითად. კი. ხალხეშიც გადაღებები ჩატარდა. იქაც პატრული კადრებიც დაიდგა. ძალიან დიდი დახმარება მოგვიჩინეს ჩვენ და კი ცხენებიც იყო, ჩოხაც იყო ყველაფერი და აი ეს შემდეგ დანარჩენი ჩოხაძე დავეხმარა, ძალიან დავეხმარა გადაღების დროს. ერთ-ერთი პირველი დაბრუნდა, ხო იქ? ხო, ერთ-ერთი პირველი დაბრუნდა, ხალხი მეორე დაადგინა რა, აღადგინა. ესე იგი პირველი მეგობარი ჟიულერ ჯოხაძე დაბრუნდა პირველი. არა, ლარისა დაბრუნდა და ჟიულერი ხო? ჟიულერი. ხო და ეს რა ძალიან მიხარია რომ მე შემარჩიეს ამ თემისთვის, მე ჩემ ფილმოგრაფიაში ასეთი ფილმიც არსებობს. ფილმები მაგადაღებული საფრანგეთის ეროვნულ გმირზე იქაც თქვენ დიმიტრი ამილახვარზე წარსულთან ესე იგი ამ ისტორიულ იმედად ჯონ ჟალიკაშვილზე პირველი ვიყავი რომ შევედი პენტაგონში გადაღებები ჩავატარე და აი არ მჯეროდა რა აკაური ჯარის მერე რომ პენტაგონში ოდესღაც ფილმს დავდგავდი ძალიან საინტერესო პიროვნება არიელ შარონი რომელიც მშობლები აქედან წავიდნენ და ის პრემიერ-მინისტრი დაიბადა და პრემიერ-მინისტრი გახდა აი ესეთი თემები და ძალიან საინტერესოა რა მე უფრო შედიხარ ამ მასალაში და უფრო საინტერესოდ ლაგდება რა მაგრამ ძალიან ვიწვალე ძალიან ბევრი რაღაცეები მეორე დღეს ცვლი მე კიდე სხვანაირად ვფიქრობ და იციძებირად ეს რა როგორ ხდება ოდა კარგია რომ ესე მიიღო მაყურებელმა ყველაზე დიდი ბედნიერება ეგ არის რომ ყველა ერთი და იგივე გამოსვლებმა თქვეს ეს აი ეს არის სულაც ამ ფილმთან დაკავშირებით კიდე იქნება ჩვენება ალბათ ბევრმა ვერ ნახა და ალბათ ერთი დღე დაგვიქმნას კიდე ბატონო გოგი მე მექნება ერთი თქვა რამდენად რაოდენ სირთულის წინაშე იდექი თქვენ იმიტომ რომ დოკუმენტური კადრები თანაც ახლა ეს დოკუმენტური მასალა მაშინ კინემატოგრაფია აღარ იყო და აღარ ჰქონდა აი ესე ამენაზე გადმოგეცათ ეს ძალიან აი რო გითხრა ძალიან ბევრი ფიქრი მოწყვა მხატვრულს როცა იღებ იქ ეპიზოდები გაწერილია და იცის ამის მერე ეს მოდის და დოკუმენტურში შეიძლება შემოატრიალო 1000 ჯერ და სხვადასხვა რაღაცა მიიღო აი ესე ყოველდღურად წავიდოდი სახლში გადავწერდი 5 წუთს დავმონტაჟებდი სამწუთ სახლში ამას უყურებდი მერე იბადებოდა რაღაცა მოვდიოდი ისევ სამონტაჟოში ვატრიალებდი ამას როგორი გამოვა და აი დიდი გონებრივად რომ მუშაობ იღლები რა და ბევრად მუშაობდი იმიტომ რომ 6 საათი ან 8 საათი რო იმუშაო აუცილებლად იქ რაღაცა შეცოხო იცი დრო გადის სხვანაირად უყურებ რა და რაც შეეხება საერთაშორისო კინოფესტივალებს რომლებითაც ჩემ ფილმებს ვარცოცხლებ დიდხანს და არა უჯრაში ვკეტავ პრემიერის მერე მინდა რომ ეხლა რაღაცები იცვლება ხოლმე იქ გასაგზავნად ხო იცი უცხოელი მაყურებელს ეს ცოტა შეიძლება შემცირდეს
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ 10 წუთიან და 15 წუთიან ფილმებს გაუმარჯვიათ 1 საათიან და საათნახევრიან ფილმებზე იცი ფესტივალებზე და მინდა რომ ეს გმირობა, ეს ისტორია, ოკუპაციის თემა და ყველაფერი ამ თავისუფალი ხალხის ეს მდგომარეობა, თუმცა ჯერ კიდევ როდის იყო, აი ეს რომ აჩვენო სხვა უცხოურ მაყურებელს. როგორც უფროსი ადამიანის მიმართ მეტი გამოცდილებაც გაქვთ ამ აჯანყების თაობაზე მეტიც იცით და რა ხსმენია თქვენი დიდი პაპის ივანე ჩეგიანის შესახებ. დროს ივანე ბაბუას აიქნებოდა ბაბუა ჩემი იყო საბა ივანიშვილი. მომი ჩეგიანის შვილი იაკობ ჩეგიანი. ეს აჯანყები მიდან გასასახლებიდან რომ ჩამოსულა 19 წლის მერე მომი ბაბუა მერე შეეძინათ იაგორ ბაბუა მერე შეეძინათ იაგორ ამირდონის მამა ამირდონის ჩეგიანის მამა აი მოხოცი იაგორი შეიძლება ეხნის ახლა მე 74 წლის კაცი ვარ და შეცალხა 80-ის იქნებოდა 80-ისაც იქნებოდა და 85-ისაც კი ბატონო შეიძლება ზადარ ბახოზე და პატარა ვიღალი აი ზედასახლი მაშინ ზედასახლი დავითის შვილები ცხოვრობდნენ ზედასახლში დავით ჩეგიანის ჟამში და გოჯი და დაბლა სახლი გზის შტოშებდი ვარ ხალხში პირველად მოკლედ მე რაც პატარობიდანვე სმენოდა იყო ის რომ როცა თენგიზ დადეშკელიანმა ბალს ქვემო სვანეთიდან გარეკა ხალხი აი იმ პერიოდში ბევრმა მონაწილეობა არ მიიღო. კერძოდ ეს თქვენი წინაპრები ყოფილა საღლიანები, რომელსაც არ მიიღეს ხალხის წინააღმდეგ მონაწილეობა ბალს ქვემოდან და თენგიზ დადეშკელიანს გადაუწვია მათთვის სახლი საღლიანებისთვის როგორ გადამეორჩილეთ. მაგრამ მისი დაუფის მერე სოფელი დაეხმარა და ახლა აღადგინეს სახლი. მაგრამ აი იქ ვაშკაცობის მაგალითები ყოველ ნაბიჯზე გვხდება. საინტერესო რაღაცები. თენგიზ დადეშკელიანის ამალაში ყოფილა კაცი ილამას ფანგანი. დაავალა თურმე ჩვენი სახლის გადაწვა და არ გადაუწვია. დადეშკელიანს ამას ფანგანს არ გადაუწვია ჩვენი სახლი. რის გამოც საჭელი დაადო იმასაც ისეთ გვირობა არ არის რომ ბრძანებას არ ასვენებს და კოშკს არ უმგვისნებს. აბა თავადზე და ლეთოდიანის სხვათა შორის ორი იყვნენ იქ ორივე სიკვდილით დასაჯეს. ესეთი შარი გადმოცემა კიდევ როცა ესე იგი მთებში გაიხიზნენ წინაპრები გურმაჩკასვიანი და მომი ჩეგიანი და ერთი ჩოფლიანი ყოფილა და ჯოხაძე 4 კაცი ჩასულან აქვს ქვემოში ხამე და უნდა მოეკვათ თენგიზი, მაგრამ ვიღაცამ გასცა და გამქრალა იქიდან და დამალულა. რამხელამბავი ეჭით. ესე იგი კლდეებიდან გააღწიეს. საკლავად, მაგრამ დამალულა ალბათ ვინმე ვიღაცამ მასლა გასცა და დამალულა. საინტერესო. და მე ვითხოვდი რომ ხალდე ეს არის საგანგაშო ზარის შემოკრა რომელიც გვაფხიზლებს დღესაც ჩვენ ქართველებს. დიდი მადლობა ბატონო ჯოყოლა, ბატონო გოგი და რა თქმა უნდა ტელევიზიის თანამშრომლებს რომელთაც საშუალება მოგცეს ჩვენ მაყურებელს შევხვედროთ. ამდენად დიდი მადლობა.
чёрта я баба сделать. Да не к черту, все равно сдохнет. Ни в коем случае. Приказ. Ты помнишь? Это все сдохнут. И так что все видели. А потом папаху поищем. Она же речку упала. Все идё найдешь. Слышишь, а это? Микросная сила. Это ведьма. Пошли отсюда. Никакая не ведьма. Просто боишься. Я дальше не пойду. Ты иди, если хочешь, а я пошел искать папаху. სოფელი ხალდე ზემო სვანეთში მდებარეობს, მდინარე ხალდეჭალის ხეობაში. ხალდე თავისუფალი სვანეთის სოფელი იყო და ამ თავისუფლების დასაცავად ყველაფერი გაიღო. მე-19 საუკუნის 70-იან წლებში ეს პატარა სვანური სოფელი ქართველთა თავისუფლებისთვის ბრძოლის და თავდადების სიმბოლოდ იქცა. რამდენიმე ათეულმა სვანმა გაბედა და მარტო დაუპირისპირდა უზარმაზარ იმპერიას. მტერმა დანებება შესთავაზა, მაგრამ მათ უარით უპასუხეს და ბრძოლა ამჯობინეს. მათ იცოდნენ, რომ არავინ მიეშველებოდათ. ისიც კარგად იცოდნენ, რომ რუსეთის იმპერიას ჯარი და ძალა არ დაელეოდა, მაგრამ თავისუფლების უბრძოლველად დათმობა ხალდეშელებისთვის წარმოუდგენელი რამ იყო. სვანეთი რუსეთმა 1853 წელს დაიპყრო და მაშინვე დაიწყო მისი თანდათანობითი გარდაქმნა. სვანეთის ტერიტორიაზე შეიქმნა საბოქაულო. რუსული ადმინისტრაცია კოლონიური პოლიტიკის გატარებას შეუდგა. ამის შემდეგ დაიწყო თავისუფალი სვანური თემების მიწების და შინაური ცხოველების სულადობის აღწერის მცდელობა, მათზე გადასახადის დაწესების მიზნით. ამან დიდი მღელვარება გამოიწვია ხალხში. ამ მღელვარებას ხელს უწყობდა თავადი თენგიზ დადეშქელიანი, რომელიც რუსების დახმარებით თავისუფალ სვანეთზე გაბატონებას იმედოვნებდა. მიწების აღწერის გამო დაწყებული მღელვარება წინააღმდეგობის გაწევის გადაწყვეტილებაში გადაიზარდა. დაახლოებით 2-3 კაცი გამოცხადდა კალის თემში და კალას წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძარში შალიანის ხატზე დაიფიცა, რომ საჭიროების შემთხვევაში ქუძზე კაცი გამოვიდოდა საკუთარი კუთხის და თავისუფლების დასაცავად. ამავე დროს თენგიზ დადეშქელიანს შუამავლობა თხოვეს რუსულ ადმინისტრაციასთან. დადეშქელიანმა სვანები გადასახადების გადაუხდელობისკენ წააქეზა, მერე კი რუსული ჯარი გამოითხოვა მათ დასაშოშმინებლად. ქუთაისის ვიცე-გუბერნატორმა ნიკოლოზ მალაფეევმა მოტყუებით, ძალმომრეობით და ოჯახების დაპატიმრების შანტაჟით შეძლო სვანების წინააღმდეგობის მეთაურების დიდი ნაწილის დაპატიმრება და ქუთაისში წაიყვანა ისინი: ყასბულათ შერვაშიძე, ყანსავ შერვაშიძე,
ბიტი იოსელიანი, გინადრუყ ფარჯიანი, ბექმურზა წერედიანი, თაისავ კვანჭიანი, ედავ გირგვლიანი, პიკა გირგვლიანი, სვინჩი ჯაფარიძე, ბესი გოშთელიანი, მაბილა ფილფანი, მურადვი ჩართოლანი, ბექა ფილფანი, შახუბად ქურდიანი, ბაბი ნავერიანი, რომელიც ხალდეშელი ჩეგიანების მაღშის მომი ჩეგიანის წმადნაფიცი იყო. მათი უმეტესობა ქუთაისის ციხეში გარდაიცვალა. მომდევნო 1866 წლის ივლისში სამხედრო ლაშქრობისას ხალდეში რუსებმა ხიშტებზე ააგეს მათთან მოსალაპარაკებლად გასული გიერგ და გეგი გასვიანები. ამის შემდეგ მათი მიმართულებით ერთდროულად ატყდა სროლა ჯოხაძეების, ჩეგიანების, გასვიანების და ჩოფლიანების 12 კოშკიდან. ეს ბრძოლა რუსების დამარცხებით, მათი მეთაურების და რამდენიმე ჯარისკაცის დაღუპვით დამთავრდა. ამის შემდეგ დაინიშნა დიდი სამხედრო ექსპედიცია გენერალ-მაიორ ერასტ ციტოვიჩის მეთაურობით. Ваше превосходительство, подчиненный мне взвод горной батареи 39-й артиллерийской бригады производит приготовление по боду огня по противнику. Продолжайте, господин поручик. Слушаю. Ну, помилуй, спаси и сохрани. Споспешествуй, Господи, в борьбе с этими дикарями. ხალდეს წინააღმდეგ რუსეთის ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი ძალები გაგზავნა. ალექსანდროპოლის 161 ქვეითი პოლკის 6 ასეული, გურიის და კახეთის მილიციის 2 ასეული პოლკოვნიკ თავად წულუკიძის მეთაურობით, საარტილერიო 20 და მესანგრეთა ასეული. ამ ძალებმა 1866 წლის 10-დან 19 აგვისტოს ჩათვლით კალას თემის სოფელ ლალხორში მოიყარა თავი. ჩოლურის თემის სოფელ ჭველფიდან ლათფარის ქედზე რუსებმა საურმეგზა გაიყვანეს, რომელზეც არტილერია გადაატარეს კალამდე. აქვე გამოცხადდა ბოქაულის თანაშემწე თავადი თენგიზ დადეშქელიანი ბალსქვემო სვანების 50 კაციანი რაზმით. დამსჯელ ექსპედიციაში ასევე მონაწილეობდნენ თავადი გარდაფხაძეები და ასათიანები. მახშიერ მინგარემ ყოფანში ლაკუნიმუყ ფადასხაქვე ჩულიფხჟე ქორთელიზი ილიმარი შეგეშილასტერგო იუაზი მახშიერ და ეჯილი ეს პინესყეიგო ეშლაშტიგო ისგეშუ მამოქცირხნა ალიგვარლეს ლეჩვემი გიშკე ხოშოლუ იმასკი ხეჯიგვარლეს ოსკაიმალი იალას მებდაგული უშკეუშანმა ხალდელები სულ 40-ნი დარჩნენ რიცხვით ბევრად მეტი მოწინააღმდეგის პირისპირ. Господи, он говорит, нам сэгли тачари ниц. Ушкола мэшт мэкдэр тирэ. Айлуч мнадау. ალჩედაღვი მიჩუთ. ხალდეში მცხოვრები ჯოხაძეები, გასვიანები, ჩეგიანები და ჩოფლიანები სოფლის დასაცავად ემზადებოდნენ. სოფელში ცხოვრობდა ქოჩქიანების ერთი ოჯახი, რომელიც ჯერ კიდევ რუსების პირველ ლაშქრობამდე გავიდა ხალდედან და მის დაცვაში მონაწილეობა არ მიუღია. ხალდეს 4 გვარის მახშები, მომი ჩეგიანი, გურმაჩ გასვიანი, გეგი ჩოფლიანი და ჯოხან ჯოხაძე სოფლის ბედზე და მათ სამომავლო მოქმედებაზე მსჯელობდნენ. აიგარალსა. დალი გუშველა. მარე აკალიფშეს იშვის ჯეგوار ფუჩეიშკენ იშკენ ჰედოსმა ვენიედი დაგრევარჩკა არჯირა რუსელთა იშია ალეშიაძვა ვა ლაილაგას ლაგ ამნო უნლუყალი ხალია ალიარაღრე ფუშკოელა ხტატო ნაიგوار ლემერტ ლეხვადლაშალ ილუხტადალია იშკოელა მარტო დალი მეხეთ ერბეთ ლაგუნარდინე ამჯიგვალეჩნი
თქვენ ამ გოშია ეს ღერბეთს ნახამიედო ამზორი ღერბეთ ხალდეს შვენს შვენიაში ხალდე ვერი მქდენის აღო შვენია ლამზორი ღერბეთ ამენ ამენ ალჩეთ საფრეთის ალჩეთ მომიჩეგიანმა ზუსტი გასროლით მოკლა რუსული არტილერიის მემიზნა. საჭირო იყო სხვა არტილერისტების განადგურებაც. ხალდეშელების 6-კაციანი ჯგუფი გვიან ღამით მოულოდნელად დაესხა თავს მოწინააღმდეგეს. 3 მეზარბაზნე მოკლა, 4 კი მძიმედ დაჭრა. რუსები იძულებულნი გახდნენ მემიზნეთ ქართული милиციიდან ვინმე თავაზე მოეყო. Раненые смогли встать в орудие. Дополнены людьми из преподавательного прикрытия. Наводить будет Табаев и вынесет. Ну, давай, приступай. Слушаю. Ты что, в молоко целишься? Так что, прицел избыток, ваше благородие. Мерзавец, изменник. Господин поручик, наводить будете вы. Слушаюсь. Не смотрите, не промахнитесь. Как нет? Придвинуть орудие ближе, чтобы накрыть все село. Выбивать дома и башни по очереди. Там же могут быть женщины и дети. Что? Противоречить? По истечении экспедиции вы будете преданы полевому суду. А здесь и сейчас будете собственноручно хоронить убитых вами жителей. Предлагаю выполнить приказ незамедлительно и убрать отсюда это. უთანასწორო ბრძოლა ერთ კვირას გაგრძელდა. ტერმა ხალდე ალყაში მოაქცია და მას თანდათან ავიწროვებდა. Артиллерия! Пли! სწორედ ამ ბრძოლებისას შეიქმნა გმირული საფერხულო სიმღერა გაულ-გაფხე. 1876 წლის 27 აგვისტოს რუსებმა ხალდეს იერიში თაღებას სცადეს. ხალდელებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და მოიგერიეს, მაგრამ ტყვია წამალი გამოელიათ და იძულებულნი გახდნენ სოფელი დაეტოვებინათ. გვიან ღამით დამცველთა ნაწილმა დატოვა ხალდე და ჩრდილოეთ მხარის გაუვალი კლდეებით გავიდა ალყიდან. 28 აგვისტოს დილით სოფელში რუსეთის ჯარის და მილიციის ნაწილები შევიდნენ. მესანგრეებმა სოფლის ყველა სახლი და კოშკი ააფეთქეს, რომლებიც არტილერიას გადაურჩა. მათ ასევე გაძარცვეს და დაანგრიეს სოფლის ცენტრში მდგარი მერვე საუკუნის ეკლესია. ცეცხლი წაუგიდეს ყანებს, დაიტაცეს და დახოცეს შინაური პირუტყვი. მთებში გასული აჯანყებულები მათი ოჯახების დაპატიმრების გამო იძულებულნი გახდნენ მთავრობას ჩაბარებოდნენ. აჯანყებულები სამხედრო საველე სასამართლომ გაასამართლა ქუთაისში. მათ დასაცავად სასამართლოს ესწრებოდნენ ქართული საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები. აკაკი წერეთელი, ლუარსაბ ლოლუა, დავით ლორთქიფანიძე, ნიკო ნიკოლაძე, რომელმაც 4 მსჯავრდებულის ჩანახატი გააკეთა. სასამართლოს მსვლელობისას აკაკი წერეთელმა ხალდეშელებს კითხა: თქვენ იცოდით, რომ მარტონი იყავით ამხელა იმპერიის წინააღმდეგ? გქონდა აზრი თქვენ ბრძოლას?
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, თავადო. უპასუხეს სვანებმა. Именем его императорского величества Александра II, Божьей посуществующей милостью императора и самодержца Всероссийского, გასამართლებული იყვნენ. ჩაპი გასვიანი, მიესაჯა ჩამოხრჩობა, შეეცვალა ციმბირში სამუდამო კატორღით. გეგი ჩოფლიანი, მიესაჯა ჩამოხრჩობა, შეეცვალა ციმბირში სამუდამო კატორღით. გურმაჩ გასვიანი, მიესაჯა ჩამოხრჩობა, შეეცვალა ციმბირში სამუდამო კატორღით. ბუღა ივანეზზე გასვიანი, მიესაჯა ჩამოხრჩობა, შეეცვალა ციმბირში სამუდამო კატორღით. ბუღა გეგიზზე გასვიანი, ბექა ჩოფლიანი, გიორგი გასვიანი, კაციანე გასვიანი, ბადილ ჯოხაძე, უა გასვიანი, ბექა გასვიანი, შახან გასვიანი, ჩარგაზ ჯოხაძე, კაციანე გასვიანი, ჩოფა ჩოფლიანი, მომი ჩეგიანი, ხეჩდუ ჩეგიანი, უა ჩეგიანი, ესპანდრ ჯოხაძე, ლემინ ჯოხაძე, გიორგი ჩოფლიანი, ზურაბ ჯოხაძე, ერკმან ჩოფლიანი, გიორგი ჩოფლიანი, ზურაბ გასვიანი. მიესაჯათ ციმბირში სხვადასხვა ვადით კატორღა, სამუდამოდან დაწყებული. ხალდელების ყველა ოჯახი რუსებმა ხელში ვერ ჩაიგდეს. მომის უფროსი ძმის ივანე დათაზზე ჩეგიანის ოჯახმა გაქცევა შეძლო და ქვემო სვანეთში ჩოლურის თემში ცოლოურებს კვასტიანებს შეაფარა თავი. კვასტიანებს თემა ჯახშერები ერქვათ. ივანე კატორღას გალფხაანებმა, გარდაფხაზეებმა გადაარჩინეს, რომლებიც იმ დროს ჩოლურის თემს განაგებდნენ. ასევე ჩოლურის თემს შეაფარა თავი გასვიანების სამმა და ჩოფლიანების ორმა ოჯახმა. ალი გარდაფხაზე მისინიც დაიცვა და კატორღა ააცილა. ხალდეში დასახლება იკრძალა. სოფლის დასახელება ახალი იფრალით შეიცვალა, მაგრამ ხალდელების ბრძოლას უყოლოდ არ ჩაუვლია. რუსებმა ხელი აიღეს მიწების დაბეგვაზე. ასე გადაარჩინეს ხალდელებმა სვანეთის მოსახლეობა მიწების დაბეგვას. იმპერატორ ალექსანდრე მეორის სიკვდილის შემდეგ ახალმა იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ მოხსნა აკრძალვა და გასცა ხალდეს მიმდებარე მიწების დამუშავების ნებართვა. დასახლებაც შესაძლებელი გახდა, ოღონდ სახლები მიწის დონეზე მაღლა არ უნდა ასულიყო. ამგვარად გაჩნდა მიწურები, სადაც ხალხი ცხოვრობდა. კატორღის მოხდის შემდეგ ციმბირიდან დაბრუნდა მომი ჩეგიანი. ციმბირში გაგზავნილთაგან მხოლოდ ის და ჩოფა ჩოფლიანი დაბრუნდნენ შინ. მომი ჩეგიანმა იპოვა თავისი ცოლი და ვაჟიშვილი. დაუბრუნდა ხალდეს და იქ დასახლდა. მან დარაზმა ჩეგიანები, გასვიანები, ჯოხაძეები და ჩოფლიანები. მომის ინიციატივით მათ ხელახლა ააშენეს მაცხოვრის ეკლესია და აღადგინეს ხალდე. დაიწყო ამ გაუტეხელი სოფლის ახალი სიცოცხლე. კავკასიისთვის ბრძოლა განახლდა, ფრთები შეისხა შხარამ. ხალდეს მერცხლები ისევ მომრავლდნენ, ისევ გრძელდება ბრძოლა. ვერ დააჩოქეს ამაყის სული, ვერ დაიმონეს ვერა, ხალდე შელებო არ დაიხიოთ, არა. სოფელი თანდათან აღდგა. მომი ჩეგიანი მრავალი ხელობის ოსტატი და მასწავლებელი იყო. ის 1898 წელს დაიღუპა ხიდის მშენებლობისას. მომი ჩეგიანის დაღუპვას სტატიით გამოეხმაურა თბილისში გამომავალი რუსულენოვანი გაზეთი კავკასი. სტატიაში აღნიშნული იყო მომი ჩეგიანის საქმიანი თვისებები. პირველი აღდგენიდან დაახლოებით 100 წლის შემდეგ ეკოლოგიური მიზეზების გამო საქართველოს მთავრობამ ხალდეს მოსახლეობა გარდაბნის რაიონში ჯანდარაში ჩაასახლა. დაახლოებით 10 წლის შემდეგ დაიწყო ხალდეს მეორე აღდგენა. პირველი წინაპართან ასახლარს ქალბატონი ლარისა ჯოხაძე დაუბრუნდა. იმ აბრამ ჯოხაძის შთამომავალი, რომელიც აჯანყების დროს დედა მაკვნით გაიყვანა სოფლიდან და გადაარჩინა. ქალბატონ ლარისას სხვებმა მიბაძეს და ხალდე ხელახლა აღდგა. ახლა უკვე სამუდამოდ. როგორც ქართველი კაცის სიმამაცის და შეუპოვრობის ერთი სიმბოლო. ვით ირმის რქები მონადირის ქოხს, ანუ ეშვები კარეულ ტახის,
ვით ძველი თოფი ძველ სპარსულ ნოხს ჩვენის კოშკები უშქულს და ლახირს ზე გადიღალა და გადიხარა ხამეს უკოშკო ხალდეში ვათევ შენ ქამოტეხილს გავხარ წიქარას შენ ვინ დაგტოვა უკოშკოთ ხალდე თავგაჩეხილი ლაჩრულ მზაკრობით გადაჯეგილი დალურსმულ ჩექმით ვერ გახყურებ ხარ წარსულს მადლობით წარსულს გალომპულს ნისლით და ლექტვით მაგრამ დღეს გუგუნებ ლილეს არც ხვალინდელ დღეს გახყურებ მრუდეთ ბურჯ ლანქერებში გახერხილ ტინებს ისევ ხკიდი ხარ არწივის ბუდეთ უხრებს აბოლებს ქელი ბოლქვებით გაკ ყალიონი გაჩრილი პირში დაკლავ ბღავიანი შენი ჯოგები აილამას და თეთნულდის ძირში